ირაკლი ალასანიას განცხადება მაგის გარდა რაც თქვენ ფრაზა დაასახელეთ რომ უკვე იცის შედეგი იმით მთავრდება რომ ამას ორშაბათს გავიგებთ. აქედან გამომდინარე მან თუ შედეგი იცის ან 90% იცის მე გაცილებით უკან ვარ ჩამორჩენილი ვარ ინფორმაციის იმ მასას რომელიც გააჩნია თქვათ თუნდაც რომელიმე პოლიტსაბჭოს წევრს. ირაკლი ერთ-ერთი ლიდერია იმ ჯგუფშია სადაც უფრო ინტენსიურად იხილება რაღაც საკითხები და ვფიქრობ მას ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს. ასე რომ ყველაზე მოკლე პასუხი პირველ კითხვაზე არ ვიცი. ეცეთ რა 5 კანდიდატი იყოს რომ დასახელებული. საზოგადოებაში უკვე აგორდა ეს თემა. 5-ვეს სახელი და გვარი თქვენ იცით ვინც არის. მე არ გამოვრიცხავ რომ საერთოდ მე 6-ე გამოჩნდეს. არა, მე პირობას გაძლევთ არ ვიცი. ხო დავიფიცებ, მაგრამ რა ვიცოდე აუცილებლად გეტყოდით. კონსტიტუცია ბევრი სახით არის შესაძლებელი, ალბათ უპირველეს ყოვლისა არჩევნები უნდა ჩატარდეს ოქტომბერში და შემდეგ საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც გაერთიანდება ადამიანები, რომლებსაც ნდობა და პატივისცემა აქვს საზოგადოებაში და შეემუშავებენ ისეთ კონსტიტუციას, რომლის ჭრაკერვა, გადაკეთება, ეს ცუდი პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ აღარ იქნება საქართველოში. ეს იდეა კონკრეტულად რა შეიცვლება, მე ამას ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ ეს კითხვა ვახტანგ ხმალაძესთან უფრო არის, მაგრამ თავად პროცესი მოსაწონი იქნება თქვენთვისაც და საერთოდ საზოგადოებისთვის. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ 2008 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არ ყოფილა. რატომ არ უნდა არა, ესეთი ფაქტი ჯერ ერთი იყო და მეორეს ერთი თქვენ სწორედ ასვით შეკითხვა, რომ დღის წესრიგში ეს საკითხი გათვალისწინებული არ არის. არათუ ამოიღეს, ან გადააგდეს გვერდზე და საკმაოდ ისეთი ცუდი პოლიტიკური პროპაგანდისტული შეფუთვა ჰქონდა, რომ თითქოს რაღაცა სტრასბურგში გამოხატულმა კონფლიქტების მოგვარების საკითხების მიმართ გამოხატულმა მიდგომებმა აი ამ თემაზეც ამ სიტყვაზეც დაობენ ხოლმე კონფლიქტები თუ კონფლიქტი. გამოხატულმა მიდგომებმა განაპირობა ეს ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აწარმოებს. ვფიქრობ გასაღიზიანებელიც არაფერი არ არის ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ რასაც ხშირ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ის წევრები, ვინც ასე თუ ისე ერკვევა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, გამოთქვამენ თავის ეჭვებს, ვარაუდებს, მოსაზრებებს, მაგრამ სამწუხაროდ მაინც ეს პარტიულ მერკანტილურ ინტერესებზე უფროა აგებული და აგიხსნით რატომ. 2011 წელს არ იყო ეს საკითხი დღის წესრიგში შეტანილი. ამ თემაზე იყო საკმაოდ ჯელობა, მაგრამ 2011 წლის მაისში მინისტერიალზე, მაგრამ არაფერი ამითი თქვათ არ შერყეულა, არც ჩვენ მიგვიქცევია ყურადღება, ვინც თქვათ ამ თემაზე მუშაობდით საერთაშორისო ურთიერთობებზე, თუნდაც არასამთავრობო სექტორში, ვინაიდან კონსოლიდირებულ მოხსენებაში, გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ მოხსენებაში საქართველოს საკითხი, ომის შედეგების საკითხი, საქართველოს-რუსეთის ურთიერთობები გამოვიდა და საკმაოდ სერიოზული ადგილი დაიკავა 2011-ში. 2012-ში იყო მსჯელობა უფრო ჰუმანიტარული მდგომარეობის თემაზე
და 2013-ში იქნება ეს საკითხი, რასაკვირველია, ამ კონსოლიდირებულ მოხსენებაში გენერალური მდივნის ვფიქრობ, სწორი შეფასებები გაკეთდება, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. და რაც მთავარია ეს საკითხი, ხო, მინისტერიალი ტარდება წელიწადში ერთხელ. ეს საკითხი არის სამუშაო რეჟიმში მინისტრის მოადგილეების კომიტეტი არსებობს და აქ მუდმივად არის ეს საკითხი. ისე რომ ფორმა იქნება შენარჩუნებული, ანუ ეს პრობლემა იქნება დღის წესრიგში ყოველთვის და მეორე სამუშაო რეჟიმში აუცილებლად დარჩება ევროსაბჭოს განსახილველი საკითხების ნუსხაში. მაგრამ მე მეორე მინდა აი ლოგიკური ანალიზის საკითხი ხედვა გაგიზიაროთ. აი როგორ წარმოგიდგენიათ, რომ თქვათ რაღაცა დონეზე საქართველოს ხელისუფლებამ ან თუნდაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეარბილა თავის გამონათქვამები, ან უფრო საქმიან ურთიერთობების რაღაც ინტენსივობაზე გააკეთა განცხადება და მოლაპარაკებებზე თუნდაც რუსეთთან და თავის მისწრაფებაზე დაელაპარაკოს აფხაზებს, ოსებს მთელ რიგ საკითხებზე და უცებ ევროსაბჭომ რომ გადაწყვიტოს, რომ ესენი ესეთ განცხადებებს რახან აკეთებენ ამ საქმიან განცხადებებს, მოდით მოვისვენოთ, ამოვისუნთქოთ და აღარ შევიტანოთ საკითხი დღის წესრიგში. ესე იგი, როგორც აი ჟღენტი იყო თუ არ ვცდები, გვარად ყოფილი ელჩი სტრასბურგში. ესე იგი, ჟღენტის მარიფატზე იყო ეს დამოკიდებული, ეს საკითხი მოხდებოდა თუ არა ევროსაბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში. აი ესეთი შეკითხვა არავის არ უჩდება. ესე იგი, ეს ქართულად თუ არ ვიღაცამ ჩააწყო, რომ ეს მოხდა განსახილველად ევროსაბჭო. ევროსაბჭოს არ აინტერესებდა და ვიღაცა კარგად ჭყალებში ჩალიჩობდა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში ყოფილიყო. ევროსაბჭოს მინისტერიალი და საერთოდ ევროსაბჭო სერიოზული ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს თავისი ინტერესები კავკასიაში, რეგიონში და არავითარ შემთხვევაში საქართველოს კავკასიის საკითხს გვერდზე არ გადადებს და არა მარტო იმიტომ, რომ ეს ჩვენ ვთქვათ ესეთი პოზიცია გვაქვს თუ ისეთი. რასაკვირველია, ევროსაბჭო მიესალმება ჩვენს სურვილს და მცდელობას და ძალისხმევას, რომ მოლაპარაკებები იყოს დღის წესრიგში და არა სრული იზოლაცია და სრული უარის თქმა პროცესების გაგრძელებაზე და ესეც არის. ამას არც მალავს ნაციონალური მოძრაობა, რომ სწორი პოზიციაა, რომ საერთოდ დავანებოთ თავი ყველაფერს, ჩავიკეტოთ და დაველოდოთ იმას, როდის ჩამოინგრევა რუსეთი ან გახდება დემოკრატიული. ეს პოზიცია არაერთხელ გახმოვანებულა, მათ შორის პრეზიდენტის მიერ და ეს არ არის დასამალი, მაგრამ ამას სხვა რამე უდევს საფუძვლად. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მაგონდება ომის მერე მათ თქვეს, რომ სერიოზული შეცდომები აქვს ქართულ მხარეს დაშვებული, რასაც მოყვა ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები. და თემა საკმაოდ აქტუალური, შეძლებდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელებას, რასაც სამშვიდობო პროცესის განვითარება ქვია და ყველა მონაცემით ამის შესაძლებლობები არ იყო. ეხლა აანალიზებს რა ამ სიტუაციას, რასაკვირველია ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პროპაგანდა სწორედ იქითკენ იქნება მიმართული, რომ აი რაღაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს თემა და საერთო კონფლიქტების თემა იკარგება იმის გამო, რომ რაღაც ვერ გამოვიჩინეთ საკმაოდ მტკიცე პოზიცია, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს იმ არგუმენტების გათვალისწინებით, რაზედაც ახლა ხანს გესაუბრეთ. არჩევნების თემას მინდა დავუბრუნდე, იგეგმება თუ არა საარჩევნო კოდექსში რაიმე ცვლილება, ამაზე არის თუ არა ლაპარაკი მართლ გუნდში და თუ იგეგმება რა საფუძვლებები იქნება. ეცეთ რა არის, ამ კონსულტაციებში ჩართული არა ვარ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ცვლილებები
არ იგეგმება, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ კვლავ დაუბრუნდეთ ბიომეტრიული მონაცემების გამოყენების თემას არჩევნებისას ვფიქრობ, კარგი იქნება, მაგრამ არ ამგონია, რომ ამ არჩევნებისთვის ეს მოესწროს. Yeah. იცით რა, მე ეხლა ხან შვილაპარაკი ამ თემაზე საკმაოდ ცლად და მე მგონი თუ რამე დამატებით გაინტერესებთ, შემიძლია გითხრათ 2011 წელს ეს საკითხი არ იყო დაყენებული, გავემეორებ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაბრალოთ. თუნდაც ნაციონალური მოძრაობა ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს რომ ეს არ იყო, იმიტომ რომ საკითხი საკმაოდ მაღალ დონეზე შერჩა. დღის წესრიგს თუ არა, ყოველ შემთხვევაში კონსოლიდირებულ მოხსენებაში, როგორც აღნიშნე, ეს იყო ხაზგასმული. და ministrების მოადგილეთა კომიტეტი არსებობს, სამუშაო მუშა, ესე იგი, კომიტეტი, ფორმატი, სადაც საკითხი საქართველოს სულ იხილებოდა და მომავალშიც განიხილება. საკითხი იყო დასმული ცოტა ხნის წინ საუბრა, რომ დროულად არ იქნა წინადადება შეთავაზებული, რომ დღის წესრიგში მოხდარიყო საკითხის ჩასმა, ანუ საქართველოს ხელისუფლებამ დააბრუნა საკითხის წარდგენაო. ეხლა მცდელობა იმისა, რომ თანდარგულ საკითხად ან თუნდაც საკითხთან ნუსხაში კვლავ მოხდეს შეტანა და მიუხედავად იმისა, რომ თეორიული შესაძლებლობა ამისი ჯერ კიდევ არსებობს. ანუ იყო თუ არა წინადადება წარდგენილი და მოთხოვნა გაგზავნილი საკითხის წესრიგში შეტანის. საკითხი იყო კი დაყენებული, დროულად იყო დაყენებული და ეს არგუმენტი, რომ დრო არ იყო დაყენებული საკითხი და ამის გამო დღის წესრიგში არ შეიტანეს, თვითონ არასწორია, არაკომპეტენტურია ეგეთი პასუხი, ეგეთი შეფასება. იმიტომ რომ ევროსაბჭოს მინისტერიალი არ არის ის სტრუქტურა, რომელიც რაღაცა განაცხადებს ღებულობს და ამ განაცხადების მიხედვით იწყებს საკითხების განხილვას. ევროსაბჭოს მინისტერიალი, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სამინისტროები თვითონ არიან დაინტერესებული საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარებით. გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე შეიძლება ეს ვინმეს ეგონოს. ნორმალურია. ვიცით რა არის? ერთ რიგში ვხედავთ პარლამენტის ხდომაზე, მეტნაკლებ დიდი პრეტენზია არ მაქვს, რომ მეგობრები ვართ, მაგრამ კარგად ვიცნობ, არ არის კობა დავითაშვილი რაღაცა პოლიტიკური კარიერისტი, მე ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო სიმბოლურად დაასახელა, მან თქვა, რომ ძნელობანზე შესწევს უნარი, რომ ამოქაჩოს ძნელი უბანი, ვფიქრობ, კობა მართლაც ისეთი ენერგიული და მართალი კაცია. მე ვფიქრობ, რომ ცოტა ხანდახან, როგორც ყველა პოლიტიკოს ახასიათებს და თან დიდი ხანია პოლიტიკაში აკობა ახასიათებს ესეთი მწვავე გამოსვლები. მაგრამ ეს არა იმიტომ, რომ თქვათ რაღაც პოპულარიზაცია მოახდინოს თავის, ესეთია. ესეთი პიროვნებაა. რაც შეეხება დამოკიდებულებას შიგნით, ეცით რა არის, თვითონ ამ ახალმა მიდგომებმა ურთიერთობების ხასიათმა, რომელიც კოალიციაში არსებობს, ასაკურელი უფრო მეტი შანსი მიცა კობა დავითაშვილს და სხვებსაც კრიტიკულებიც იყვნენ, ხანდახან გამოვიდნენ იმ პოზიციით, რომელიც თქვათ არა აქვს ერთ კოალიციის რომელიმე სხვა წევრს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში დაპირისპირებას
არ ნიშნავს. კობამ ამასინათ რაღაც რეზოლუცია გამოიტანა, რომელსაც მეც და კიდევ ბევრმა ჩემმა კოლეგამ უარყოფითი ხმა მისცა სესიაზე კენჭისყრის დროს, მაგრამ ეს არც ჩვენ შორის ამას ურთიერთობები ნამდვილად არ გაუფუჭებია და საერთოდ საინტერესოა ალბათ უფრო მეტად ახალგაზრდა თაობისთვის რომ იხილოს რომ არის კოალიცია, რომელსაც პრინციპულ საკითხებზე აქვს ერთი პოზიცია, სერიოზულ საკითხებზე შიგნითაც კამათობს, მაგრამ ეს არ არის ხურის ფარა, რომელიც ერთი მწყემსის დაძახებაზე მოქმედებს და ერთხმაში ლაპარაკობს. უმუშევრობის პრობლემა ისევ არსებობს, რომ ვაშაძემ არ უნდა გამოაცხადოს, ეს არასწორია. იმიტომ რომ უმუშევრობის პრობლემა და საერთოდ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში მძიმე მდგომარეობა სწორედ არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რაც ვაშაძეს და მისმა კოლეგებმა დაგვიტოვეს. რაც შეეხება მძიმე მდგომარეობას, უმუშევრობას, ამაზე არა მარტო ვაშაძე, არამედ თითოეული ჩვენი წევრი აცხადებს და ბეძინა ევანიშვილი აცხადებს და რაღაც გარკვეულ პროგრამას გვთავაზობს, როგორ უნდა გამოვიდეთ არსებული მძიმე მდგომარეობიდან. ასე რომ უნდა თქვას ვაშაძემ, რასაკვირველი ხო არ გაჩერდება. ამაზე უფრო ხშირად თქვათ სხვა დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე საუბრობს. ნორმალურია. ეგეთი მდგომარეობა და სწორია. უმუშევრობა კვლავ პრობლემად რჩება, რომელიც არ შეიძლება რომ რამოდენიმე თვეში დაძლეული იყოს. ნუ მე არ მოველოდი რომ იტყოდე რომ ღირსი კანდიდატები ყავთ. მე ვფიქრობ რომ ამას სერიოზული სტრატეგიაა ჩადებული ჩვენთან ბრძოლის. ვფიქრობ რომ ამ სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია ვთქვათ კონსოლიდაცია მოახდინონ და წარმოადგინონ ისე თითქოს ბაქრაძეს მერაბიშვილს და ბარამიძეს რამე საერთო კონდეთ ერთმანეთთან და ეს სამი კანდიდატი რაღაც შიგნით ძალიან მეგობრულ და კოლეგიალურ ატმოსფეროში ეხილება. მე არ მჯერა რომ ვანო მერაბიშვილი დემოკრატიული და ევროპული ფასეულობების დამცველია. მე არ მჯერა რომ 19 აპრილის შეკრება რაღაცა პოლიტიკური პარტიის კონსოლიდაციის დემონსტრირების მიზნით იყო ჩატარებული. არც ის არის დასაჯერებელი რომ ბარამიძე ვთქვათ არის ადამიანი რომელიც სრული მხარდაჭერით სარგებლობს იგივე ნაციონალური მოძრაობის შემადგენლობაში. მე უფრო ვფიქრობ რომ არსებობს ნაციონალური მოძრაობის ორი ეშელონი, უпросторет მცდელობა არის ასეთი ეშელონების ჩამოყალიბების და ამის კონტურები უკვე იკვეთება, რომ წინა პლანზე არის წამოწეული ხალხი, რომლებიც ნაკლებად ელოდებიან, რომ მათ მიმართ სამართალდამცავებს ექნებათ შეკითხვები. შედარებით ახალგაზრდა თაობა, ძველი თაობიდანაც რამოდენიმე ადამიანი, რომლების მიმართ შეიძლება არ კონდეს და ალბათ არც ექნება შეკითხვები სამართალდამცავებს, მოდით ესე ვთქვათ, და არის მეორე ეშელონი, რომელიც ცდილობს, რომ აი ამ წინა ეშელონის უკან გაიმაგროს პოზიციები, ხან პარტიის ლიდერების ვთქვათ ნიშა დაიკავონ, ხან რაღაც დემოკრატიაზე ისაუბრონ, როდესაც მათი განვლილი ცხოვრების გზა არაფერი საერთო ამ დემოკრატიასთან არ აქვს და წინა ეშელონი გაუშვან საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციებში და საერთაშორისო ასპარეზზე აი ამ თემაზე სასაუბროთ. აი ეს არის სტრატეგია, რომელსაც ბოლო პერიოდში მე პირადად თვალს ვადევნებ და ვფიქრობ მეტნაკლები წარმატებით ეს მუშაობს. რაც შეეხება მათ ავტორიტეტს საზოგადოებაში, სხვადასხვა სახის ავტორიტეტი აქვთ.
თქვათ იგივე ვანო მერაბიშვილი დარწმუნებულია რომ ის გარშემო შემოიკრიბება და მას მხას დაუჭერს ხალხი რომელიც თქვათ იმდენად დემოკრატიაზე და ევროპულ სტანდარტებზე არ ფიქრობს რამდენადაც თქვათ უკან დაბრუნებაზე ძალაუფლების ნაციონალური მოძრაობის ხრივ მაგრამ ფიქრობ ესეთი ხალხი ცოტაა. ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი უფრო დაცულად იგრძნობს თავს, მე ვფიქრობ, სულ სხვა კუთხით. და სწორედ ეს არის მიზეზი. აი ამ სამ კანდიდატს შორის პოლიტიკოსი ეთქმის უფრო მეტად დავით ბაქრაძეს. დავით ბაქრაძესაც დიდ ენთუზიაზმს მე პირადად ვერ ვატყობ, რომ გაიგივებული იყოს თქვათ ნაციონალური მოძრაობასთან და მით უმეტეს ოდიოზურ რაღაც ნაწილთან, ნაციონალური მოძრაობის ოდიოზურ ნაწილთან. ასე რომ საკმაოდ გაუჭირდებათ. კიდე რო გითხოთ რამე არ ეგ სპეციალურად თქვი რომ თქვენ ეგ შეკითხვა დაგესვათ. ეხლა შაბათ კვირას მსჯელობა იქნება ამ თემაზე. მე პოლიცსაბჭოს წევრი არა ვარ, არ ვიცი სასიხერულო თუ სამწუხაროდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პოლიცსაბჭო იმსჯელებს ამ თემაზე. ვფიქრობ უფრო ფართო წრეშიც გადმოინაცვლებს ამაზე მსჯელობა. არა, ხო, რატო იცით, იქნება გამათით სასხთა გაცვლა გამოცვლა, ესე არ არის, რომ თქვათ იტყვის და ბატონო? არა, რატო უნდა იყოს გახსნე? მე მომწონს ქალაძე. ალასანიაც მომწონს. სალომე ზურაბიშვილიც მომწონს.